აი დაიწყო და მაყურებლის სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ტელეიმედის გახმაურებული მეგა პროექტი ვინ არის. რამდენიმე დღის წინათ მისი ერთ-ერთი პერსონაჟის ბერიკას ვინაობა გამჟღავნდა და იგი აღმოჩნდა სახელოვანი ქართველი არტისტი ბატონი იმედა კახიანი, რომელიც დღეს ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ. ოგზადი ბატონებია. საღამო მშვიდობისა ბატონო იმედო, როგორ მიხარია რომ მაქვს საშუალება დღეს გიმასპინძლოთ ჩვენ შოუში და სრული მოულოდნელობა იყო მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩემთვის რომ თქვენ აღმოჩნდით და თქვენ სადაც ჩნდებით ხოლმე, აი მართლაც ჩვენება ბრძანდებით, ნებისმიერი იქნება კინო იქნება, სატელევიზიო შოუ თუ გადაცემა, თუ ჩვენი შოუ სადაც მქონია აქამდე პატივი რომ მემასპინძლა, ასე იყო ამ შოუში, მაგრამ ვინ არის მაინც ისეთი გამორჩეული და მართლაც აი ისეთი მეგა პროექტია ყველა რომ ელოდება. ძალიან საინტერესო. ხო და აი ეგ მაინტერესებს როგორ აღმოჩნდით თქვენგან ბერიკა როგორ გამოიძერცა და რანაირად დაგიყოლიეს და როგორ იყო მთელი ეს პერიპეტიები. ხო, აბა შემთხვევითობა ალბათ. აბა მე არ დამიწერია განცხადება რასაც. არა ვიცი მიგივართავ. და მე უნდა გითხრათ რომ აი აღმოჩნდი ძალიან საინტერესო ჯგუფში. ძირითადად ახალგაზრდებში. ხატრები არიან, როგორ კოსტუმებს აკეთებენ. წინვალე. მუსიკა, როგორ მუშაობენ, როგორ ახლა მე დიდი მომღერალი არ ვამყოფილვარ. მაგრამ აი რაც შევძელი, ისიც ძალიან დახმარებით. ყველანაირად მავარჯიშებდნენ და მასწავლიდნენ და აი რაღაცა მოახერხეთ ბოლოს. ძალიან საინტერესო გადაცემაა. ძალიან და წარმატება მინდა უსურვო. კარგები არიან ყველანი. რა მაინტერესებს, ნინი ხო არ გაგვინაწყენდა თქვენი შვილიშვილი, იმიტომ რომ მე მგონი მარტო ნინი დარჩა თქვენი ოჯახიდან, ვისაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული ვინ არისში. მას რა რეაქცია ჰქონდა? შეიძლება, მაგრამ არ ამჟღავნებს. ჩემთან არ გამომჟღავნებია. პირიქით მითხრა კარგი იყო ბაბუ, ყოჩაღო მეთხრა. არა, პატარა საქმე, პროფესიონალია, ეგ შეფასება. ერთიც კია, სხვათა შორის, საფიქრებელი რომ ეგება და ნინის მონაწილეობს, იმიტომ რომ წინ კიდე არაერთი ეპიზოდია და იქნება არ გიმხელთ და რომელიღაცა პერსონაჟია დამალული. არ გამიმხელია არავისთვის. არ გითხოვთ, ხო არავისთვის. შეიძლება მითხრეს და არავის არ უმხელდე. ბერიკას პირით ასეთი რამ ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ პროფაილში, ნათქვამი რომ შემდეგ ეპიზოდშიო დინამოსთან ჩემს განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მოგიყვებითო და ეთყობა დეტექტივებს დიდად არ დაინტერესათ, იმიტომ რომ აი ჩემს მე როგორც იციან მოიხსენი და მოგიწიათ მოხსნა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ეგ ამბავი და რა განსაკუთრებულ ურთიერთობას გულისხმობდით დინამოსთან. ჩვენ ახალგაზრდობაში დინამოზე უფრო კარგი არაფერი იყო და გასართობი და სანახაობა. მართალია მე დაემატა ორშაბათობით ის კინოები გამოდიოდა, ახალი ფილმები. ეს იყო მთელი ჩვენი გართობაც და ინტერესიც. ბევრს ვისროვდი ძალიან ახლოს. თვითონ კაპიტანი შოთა იამანიძე, გენიალური ბიჭი. ერთ ეზოში ცხოვრობდით. უი რა ბრძანებთ. მართლა ისეთი იყო და მაგის ტოლები იყვნენ სხვები. ბორია სიჯინავასგან მახსოვს, მითხრა რომ მაგენი ამოდიოდნენ ქვეიდან იყო ამოსასვლელი მოედანზე და გასახდელი კომოდან ამოდიოდნენ. და იქ ალამი იდგა დროშასთან იკრიბებოდნენ. იქ რო შევიკრიბებოდითო შოთა გადმოხედავდაო ესე. და ერთ სიტყოდა რომ წავედით. ჩვენი ტოლი იყო შოთა. და არაფერს იმას არის არ აშინებდა არაფერს. მაგრამ აი იმის ის ერთი სიტყვა და გადმოხედვა აი ტანში დაგვივლიდაო. რომ ნაღდად მივდიოდით საბრძოლველად. სათამაშოდ კი არა. საბრძოლველად მივდიოდით. აი რას ნიშნავს შინაგანი ძალა და ავტორიტეტი. ბატონი ბორია პაიჭაძე, კოტრიგაძე მითხრა მეკარემ. შენო გახსოვდესო ესე მითხრა ბორიამო. რომ დინამოს კარებს კი არისაო. აი დარიალში შემოსასვლელი კარები რო არის, იმის დარაჯი ხარო. ეს დაიმახსოვრეო. და ყველა ამით იყო დაგებით რომ ქვეყნის დასაცავად იყვნენ და ინტერესების დასაცავად და იბრძოდნენ კიდევაც ბოლომდე. კეთახმები და ძალიან დიდი ისტორია შექმნეს.
ბატონებო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ დღეს მომბრძანებისთვის. ახლა ნებამიბოძე ჩვენი შოუს მაყურებელს მოვასმენინო ფრაგმენტი თქვენს მიერ შესრულებული სიმღერიდან New York, რომელიც თქვენმა პერსონაჟმა თქვენი მეშვეობით გააცოცხლა და რომელიც სხვათა შორის ვერც ერთმა დეტექტივმა ვერ გამოიცნო. არ წარმოედგინათ შემოგარგო, არა რომ გავგააგიჟა ეს კაცი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მომბრძანებისთვის. წარმატებას გისურვებთ და ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენ და თქვენს შოუს. დიდი მადლობა. ნუ ახლა მამა თქვენზე არაფერს ვამბობ, იმიტომ ჩვენ ერთ უბანში გავიზარდეთ. დიახ. და დიდი პატივისცემა მქონდა და ყოველთვის მექნება. მახსოვს პირველი თქვენი ხება მოვისმინე ჭოხონელიძეების ოჯახში. ოი, გაიხარე. კუყური ჭოხონელიძე იყო თქვენი პედაგოგი. როგორც მახსოვს და აი კუყური, ფაბრიკო, ლიზიკო ესენი როგორ გაქებდნენ, რომ ასეთი ახალგაზრდა, ესეთი ნიჭიერი კაცი და ქართული სიმღერის და ფოლკლორის და ამის მოვლელი გვეძლებაო. გისურვებთ წარმატებას. გაიხარე. Start spreading the news. I'm leaving today. I want to be a part of it. New York, New York. These vagabonds are longing to stray. And through the very heart of it, New York, New York. I wanna wake up in the city that doesn't sleep. Can't find out king of the hill, cut holes and east, and number one, king of the hill. My little town blues. Melting away. New York, New York. If I can make it, then I make it. Anywhere, it's up to you. New York, New York. ძალიან კარგი. Bravo! Frank Sinatra!